გაგვაბედნიერა იმის ცოდნამ, რომ ახალ წელს ევა შაშიაშვილი შეხვდებოდა თავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად, რომლებსაც ერთმანეთის გარდა სხვა არავინ არ ყავთ მზრუნველი და პატრონი. თუმცა პარალელურად ჩვენ დავინახეთ ისიც, რომ პროკურატურამ ეს განსაკუთრებული გარემოებები, ეს განსაკუთრებული საჭიროებები მაინც სათავისოდ ეცადა, რომ გამოეყენებინა და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მტკიცებულება, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობდა იმისა, რომ ევა შაშიაშვილი აქამდეც ყოფილიყო განთავისუფლებული ციხიდან, მიიყვანა ის იმ ზომამდე და იმ უკიდურესობამდე, რომ მას აიძულა უდავოდ გაეხადა ის მტკიცებულებები, რაც საქმეში არის და თითქოს ბრალი ეღიარებინა. მტკიცებულებები, რაც საქმეში არის, ეს 2x2 4 არის, რომ რაც არის უდავო არის. დიახ, ხედავთ ჩვენ ყველანი კადრს, სადაც ქალბატონი ევა გამწარებული თავისი ცხოვრებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, რაღაცა ცვლილების სიკეთის მოლოდინში გამწარებული ამ ქვას ისვრის, მაგრამ დაზარალებული არავინ არ არის ამ საქმეში და ევა შაშიაშვილი, რომ სახელმწიფო გადატრიალების და სახელმწიფოს დამხობის მომწყობი და ორგანიზატორი და მონაწილე ვერ იქნებოდა, ესეც 2x2 4 არის, ასე რომ მისი სიტყვა იმისა, რომ გადაირჩინა თავისი შვილი, რომლის შესახებაც რამდენიმე თვეა უკვე არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ხომ? არის შეიძლება ითქვას პირდაპირი გამოხატულება პროკურატურის მაინც არაჰუმანურობისა და უსამართლობისა და იმ გაჯიუტებისა, რასაც მაინც ეცადნენ, რომ ამ განსაკუთრებულ საქმეშიც კი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ეს მოხდა აღკვეთი ღონისძიების ცვლილება, როგორც ვიცით, ევა შაშიაშვილთან დაკავშირებით და მისი მხრიდან მოხდა მტკიცებულებების უდაოდ ცნობა. ფაქტია, რომ ადამიანი არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, მას აქვს მძიმე ონკოლოგიური დაავადება და ის არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, მომვლელი და მარჩენალი მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შვილის. შესაბამისად, დიახ, არაჰუმანურია ის მოთხოვნა, რაც პროკურატურის მხრიდან იყო დაყენებული, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი მთლიანად დაცლილია ჰუმანურობისგან და სამართლიანობისგან.